პრინციპში ჩვენ დავიწყეთ წინა ლექციიდან უკვე ჯვაროსნული ომები, პირველი ჯვაროსნული ომი განვიხილეთ ძირითადად. ასევე წინა პირობები თუ რა სამყაროა მე-11 საუკუნის ევროპა და ახლო აღმოსავლეთი რა სივრცეში უხდება ამ ჯვაროსნებს გადაადგილება მოქმედება იქ თქვა ბიზანტიის იმპერია როგორ სიტუაციაშია თუ სელჩუკთა იმპერია რა ძალას წარმოადგენს და ასე შემდეგ. ჩვენ პრინციპში ასევე აღნიშნეთ ის საკითხებიც თქვა რომ ჩავიდნენ უკვე ჯვაროსნები და აარსეს იქ თავიანთი სამთავროები პალესტინასა და სირიაში და ასევე ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ესეთი ზოგადი ტერმინი აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის აღსანიშნავად ეს არის ლევანტი ლევანტს უწოდებდნენ ზოგადად აი ამ ტერიტორიას თვლიანად და ნახეთ თუ რა პრობლემების წინაშე დგებიან ჯვაროსნები თქვა როგორია მათი სამხედრო შესაძლებლობები პოლიტიკური წყობა და ასე შემდეგ და დღეს უნდა შევეხოთ მეორე და მესამე ჯვაროსნულ ომებს რომლებიც გამოწვეული იყო იმ თვალსაზრისით რომ თქვა შეექმნათ ამ ჯვაროსნებს უკვე შექმნილ სახელმწიფოებს იერუსალიმის სამეფოს დაემუქრა საფრთხე მუსლიმთა მხრიდან ანუ აღმოსავლური ისლამური სახელმწიფოების მხრიდან რომლებიც ასაკურველია გადადიან კონტრშეტევაზე და მათ სურთ რომ დაიბრუნონ ისევ ის ტერიტორიები რომლებიც თქვა ჯვაროსნებმა დაიპყრეს განსაკუთრებით ქალაქი იერუსალიმი ანტიოქია და ეს სივრცე ზოგადად ლევანტის სივრცე რომელიც მათთვის არა მხოლოდ თქვა იგივე პოლიტიკური მნიშვნელობას ატარებს ის არის ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზონაც და ზოგადად მათი თქვა იგივე სახელმწიფოებისაც როგორც თუნდაც ზენგიდების საამირო რომელიც თუ სელჩუკთა იმპერიის დაშლის ერთ-ერთი წარმონაქმნია ასევე თქვა ფატიმიანთა სახალიფო ეს ქვეყნები ყველა სურს ისარგებლოს ჯვაროსნთა დასუსტებით დაიბრუნოს ეს ტერიტორია და გამაგრდეს ლევანტში რომელიც არის ხმელთაშუაზღვისპირეთის მნიშვნელოვანი პუნქტი და აი მეორე და მესამე ჯვაროსნული ლაშქრობები ისევე როგორც თქვა იგივე მეოთხე და ასე შემდეგ რომელიც მოყვა პირველ ტალღას არის გამოწვეული ამ ჯვაროსნული მოძრაობის დასუსტებით ჯვაროსნული სახელმწიფოების შესუსტებით იერუსალიმის დაკარგვით და იმ ფაქტებით რაც თქვა ხდება მე-12-მე-13 საუკუნეების ლევანტში ჩვენ გადავხედოთ სიტუაციას თუ სანამ დაიწყება თქვა ეს მეორე ჯვაროსნული ომი თუ რა ხდება ამ სივრცეში პირველ რიგში აღინიშნოს რომ ჯვაროსნებმა მეტნაკლებად იმის გათვალისწინებით თუ რა მცირე ძალები ყავდათ მათ რა ეკონომიკური შესაძლებლობები ჰქონდათ და თქვა რამდენი ჯვაროსანი ჩადიოდა იქ რა დემოგრაფიული სიტუაცია იყო იქ სირთულეები შდებოდა ადგილობრივი მოსახლეობასთან რომლებიც თქვა დიდი ხნის განმავლობაში აღარ ყოფილან თქვა ქრისტიანთა მმართველობის ქვეშ იგი თურქ-სელჩუკები არიან მომთაბარე თურქმანები მოძრაობენ ამ სივრცეში და ანუ მთლიანობაში ეს უცხო სივრცე ევროპელებისათვის რომელშიც ახალი სახელმწიფოების ჩამოყალიბება დასაკურველია ჯვაროსნებისათვის ადვილი არ იქნებოდა მით უმეტეს იმ შეზღუდული რესურსებით რომელიც მათ გააჩნდათ აი ამან გამოიწვია ის რომ მუდმივად დაწყებული პირველი ჯვაროსნული ომის დასრულებიდან დამთავრებული აი სანამ კლავინდებურად მუსლიმები დაებრუნებდნენ ამ სივრცეს გრძელდება ეს პრობლემების სერია მათი მუდმივად ხდება ომები მუდმივად არიან ჩართულები იქ დიპლომატიურ ურთიერთობებში ბიზანტიის იმპერიასთან სელჩუკ სულთნებთან ფატიმიან ხალიფებთან და ასე შემდეგ ანუ ისინი ყველანაირად ცდილობენ რომ როგორმე გადაარჩინონ ეს ჯვაროსნული ისინი სახელმწიფოები სამთავროები და როგორღაც აი ამ სივრცეში ამ სირთულეებს გაუმკლავდნენ მაგრამ რასაკვირველია ეს ძალიან ძნელია იმ რესურსებით რომელიც გააჩნიათ აი თუნდაც ჩვენ შევეხეთ ბალდუინ მეორეს მეფეს იერუსალიმის მეფე ბალდუინ მეორეს რომელიც ურთულეს სიტუაციაში იყო ამოჩენილი თქვა და იქ ანტიოქიას ემუქრებოდა საფრთხე ილღაზის მხრიდან ასევე თქვა პრობლემები იყო სელჩუკთა საამიროები უტევდნენ ჯვაროსნებს და ის ცდილობს როგორღაც გადაარჩინოს ეს სივრცე რომელიც განსაკუთრებით საფრთხის ქვეშ იმყოფება ჩრდილოეთ ნაწილი ჯვაროსნული სამფლობელოებისა და მეტნაკლებად ახერხებს ამას თუნდაც იმის შემდეგ რაც 1019 წელს ილღაზმა ანტიოქიის მთავარი როჯერი გაანადგურა იქ სისხლიან ველზე ბრძოლაში
ბალდუინ მეორემ შეძლო დაეცვა ჩრდილოეთ სამფლობელოები, შეინარჩუნა ედესის საგრაფო და შეინარჩუნა ანტიოქია, რაც ყველაზე მთავარი იყო. მაგრამ აი დროთა განმავლობაში ედესა და ანტიოქია კიდევ უფრო დიდი საფრთხის ქვეშ მოექცა. იმიტომ რომ აი თქვენ რომ ლუკას დახედოთ, აი ძირითადი საამიროები ამ დიდ სელჩუკთა იმპერიისა ფორმალურად რომ უწოდოთ ამ სივრცეს, მდებარეობდა უფრო მცირე აზიაში და მცირე აზიიდან აღმოსავლეთით აი სივრცეში, ჩრდილოეთ მესოპოტამიაში. ანუ აქ ძირითადები იყვნენ თქვა ართუკიანები, დანიშმენდიანები, იქ რუმის სასულთნო, რომელიც ჩამოყალიბდა მცირე აზიაში, ასევე ზენგიდების სახელმწიფო, რომელიც არსებობდა აღმოსავლეთით, იქ დამასკოს და ალეპოს ამინები არიან. ამიტომაც ამ სივრცეში ისინი არიან ალყაში მოქცეულები, ჯვაროსნები და მუდმივად ცდილობენ რომ თავი დააღწიონ ამ მუსლიმ საამიროთა შემოტევას. და დროთა განმავლობაში მუსლიმები ახერხებენ უპირატესობის მოპოვებას მით უმეტეს იმის ფონზე, რომ რამდენიმე ათეული წელი არ ყოფილა ჯვაროსნული მოძრაობა და ძალიან მცირე შევსებას იღებდა ევროპიდან ეს ჯვაროსნული სახელმწიფოები და მათ მაგალითად ნურადინ ზეგმა, რომელიც ითვლება პრინციპში აი ისლამური კონტრშეტევის მთავარ წარმომწყებად, ანუ ადამიანად რომელმაც დაიწყო ის საქმე და რომელიც შემდეგში დაამთავრა სალადინმა, მან დაიწყო იმით, რომ ედესა აიღო. ანუ ედესის დაცემა გახდა ერთგვარი განგაშის ზარი ევროპისათვის, რომ კლავინდებურად დაეწყოთ ეს ჯვაროსნული მოძრაობა. იმიტომ რომ ედესა ეს იყო ჩრდილოეთი კარიბჭე ჯვაროსნული სახელმწიფოებისა, ეს იყო უფრო ჩრდილოეთით, ყველაზე ჩრდილოეთით, ასევე ეს იყო პირველი სახელმწიფო ჯვაროსნების, რომელიც მათ დააარსეს საერთოდ ამ სივრცეში. ამიტომაც როდესაც ედესა დაეცა, ჯვაროსნებმა ჯვაროსნებს მოუშიშულდათ ჩრდილოეთი საზღვრები. ანუ ფაქტობრივად ეს ანტიოქიაზე და კილიკიის ომხეზე პირდაპირ გასასვლელი გაუჩნდათ თურქ-სელჩუკთა საამიროებს. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ედესის გარდა საფრთხე ემუქრებოდა უკვე ანტიოქიას, ტრიპოლს და რასაკვირველია უმთავრესი, რაც ამ სივრცეში იყო, ეს იყო იერუსალიმი. ამიტომაც ევროპაში გაისმა ხელახალი მოწოდებები ჯვაროსნების მოძრაობისაკენ და უმთავრესი, ვინც ეს საქმე წამოიწყო, ეს იყო რასაკვირველია რომის პაპის ინიციატივით, ევგენიუს მესამის ინიციატივით ბერნარდ კლერუელი. აი ბერნარდ კლერუელი არის ჯვაროსნული ომების ზოგადად, არა მარტო მეორე ჯვაროსნული ომის, ზოგადად ჯვაროსნული ომების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა. მისი ეს მოწოდებები ჯვაროსნული ლაშქრობებისაკენ რეალურად არის ძალიან კარგად ამსახველი იმის, თუ როგორი აზროვნება არსებობდა, როგორი წარმოდგენა იყო, ზოგადად როგორი მიდგომა იყო ამ ევროპულ ქრისტიანულ ეკლესიაში ჯვაროსნული მოძრაობის მიმართ, თქვა როგორ დამოკიდებულება არსებობდა მუსლიმთა მიმართ, თქვა როგორ უნდა წარმართულიყო ჯვაროსნული ომი, რა იყო მისი მიზანი, ან რას აძლევდა ის ადამიანს. ეს ყველაფერი ბერნარდ კლერუელის მოწოდებებში ძალიან კარგად არის წარმოჩენილი და ბერნარდ კლერუელი მოგზაურობდა ევროპაში, განსაკუთრებით საფრანგეთსა და გერმანიაში და მოუწოდებდა იქ თქვა ადგილობრივ ფეოდალებს, მეფეებს, რომ ისინი წასულიყვნენ ჯვაროსნულ ომში და თქვა დახმარებოდნენ იერუსალიმის სამეფოს, რადგან იქ დიდი საფრთხის ქვეშ იდგნენ აღმოსავლეთში ეს ჯვაროსნული სახელმწიფოები. ანუ ორი ძირითადი, რაც მან მოახერხა, ეს იყო გერმანიის იმპერატორის, ანუ საღვთო რომის იმპერატორისა და საფრანგეთის მეფის ჩართვა ჯვაროსნულ ომში. ანუ ეს საფრანგეთის მეფე იყო ლუი მე-7, ხოლო საღვთო რომის იმპერატორი იყო კონრად მე-3. აი ეს ორი მონარქი მონაწილეობს მეორე ჯვაროსნულ ომში, ანუ მეორე ჯვაროსნული ომი სწორედ არიმართა საფრანგეთისა და გერმანიის ძალებით. და ეს ბერნარდ კლერუელის მოწოდების გამოხმაურებული ეს ორი მონარქი თავიანთი არმიებით მიემართებიან პალესტინისაკენ. ну, რასაკვირველია, მათი მარშრუტი დაახლოებით მაინც იგივე იყო, რაც პირველი ჯვაროსნული ომის. ანუ ისინი ზღვით არ მიდიან, მიდიან ხმელეთით, კლავინდებურად, როგორც ეს მოხდა პირველ ჯვაროსნულ ომში. ამიტომაც მათმა გაიარონ გზად მთელი სივრცე დაწყებული იქ უნგრეთის სამეფოდან, მე გადავიდნენ იქ ბიზანტიის იმპერიაში, იქიდან მცირე აზიაში და ეს სივრცე უნდა გადალახონ. აი, ყველაზე რთული ამ შემთხვევაში იყო ხოლმე ის, რომ აი თვითონ ადგილობრივი მოსახლეობა, სადაც გადიოდნენ ჯვაროსნები, უნგრეთის სამეფო ამ შემთხვევაში იგივე ბიზანტიის იმპერია, რომელიც ქრისტიანული სახელმწიფოები რასაკვირველია და ბუნებრივ მოკავშირეებად მოიაზრებიან თითქოს ჯვაროსნებისათვის, ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოჩნდებოდნენ ხოლმე. საერთოდ არმიის გავლა, უცხო არმიის გავლა შუა საუკუნეებში სხვა ტერიტორიაზე თუ გაატარებს ხუს არმიას, რასაკვირველია ძალიან დიდ საფრთხეებთან არის დაკავშირებული.
ანუ მიუხედავად იმისა, რომ ეს არმია შენთან საუბრად არ მოდის, ამ არმიაც გზადაგზა ჭირდება სურსაცანოვაგე, ასევე არმია დიდი როცა მრავალრიცხოვანი ჯარი ჩაივლის, აუცილებლად მას მოყვება მრავალი პრობლემები, რასაკვირველია, მოყვება მაროდიორობა, მოყვება ძარცვა, შესაძლებელია იქ ცალკეულ თავდასხმებიც მოხდეს, ანუ ძალიან დიდ ზარალს აყენებს სახელმწიფოს ყოველთვის. ამიტომაც სხვისი არმიის გატარება საკუთარ ტერიტორიაზე არავის არ სურდა ხოლმე. ნუ ჯვაროსნულ ლაშქრობაზე მეტი გზა არც ჰქონდათ უნგრეთის სამეფოს და ბიზანტიის იმპერიას, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ომი უნდა დაეწყოთ მათ ჯვაროსნებთან და არც ძალიან შორს იდგნენ სხვადასხვა შორის ამისგან, იმიტომ რომ მაგალითად ბიზანტიის იმპერატორებმა მე-12 საუკუნის მეორე ნახევარში კავშირის შეკვეთაც კი დაიწყეს მასთან თურქ-სელჩუკებთან და სხვა ხალხებთან, რომელთანაც ჯვაროსნებს ჰქონდათ კონფლიქტები, იმიტომ რომ მათ ჭირდებოდა ბუნებრივი მოკავშირეები ჯვაროსნების წინააღმდეგ. დროთა განმავლობაში მწიფდებოდა თითქოს ის სიტუაცია, რომ ჯვაროსნები დაუპირისპირდებოდნენ ბიზანტიის იმპერიას და საბოლოოდ თქვენ იცით, რომ ეს მეოთხე ჯვაროსნული ომის დროს ძალიან ისე მკაფიოდ არის გამოხატული. თუმცა მანამდეც ხშირი იყო ჯვაროსნებსა და ბიზანტიელებს შორის კონფლიქტები, იგივე ანტიოქიის დასაუფლებლად იბრძოდა ბიზანტიის იმპერატორი მანუელ I კომნენოსი, რომელიც არის ეგრეთ წოდებული კომნენოსების რენესანსის უკანასკნელი იმპერატორი. ანუ ბიზანტიაში პირველი ჯვაროსნული ომიდან დაწყებული, თუმცა ალექსი I კომნენოსი იყო მმართველი, იწყება პერიოდი, თითქმის ნახევარსაუკუნოვანი პერიოდი იწყება, რომელსაც ეწოდება კომნენოსების რენესანსი. აი კომნენოსების რენესანსი გრძელდება ალექსი I კომნენოსიდან, შემდეგ იოანე კომნენოსი და განსაკუთრებით აღსანიშნავია მანუელ I კომნენოსი. აი მათი მმართველობის დროს ბიზანტიის იმპერია იბრუნებს თავის ტერიტორიებს მცირე აზიაში საკმაოდ სიღრმეში აღწევს უფრო ავიწროებს თურქ-სელჩუკებს და ასევე მიიწევს ანტიოქიის მმართველად ანტიოქიაში აქვს სურვილი მანუელს რომ დაიბრუნოს ეს ქალაქი ბიზანტიის იმპერიის შემადგენლობაში. ამიტომაც მას გარკვეულწილად დაძაბული ურთიერთობა აქვს ჯვაროსნებთან. თუმცა ახლა როდესაც მიადგა მას ხელა ევროპული არმია საფრანგეთის მეფისა და გერმანიის იმპერატორის სტუმრობა თქვათ მოხდა კონსტანტინოპოლში, რასაკვირველია ის ცდილობს რომ რაც შეიძლება მალე მოიშოროს ისინი თავიდან, რასაკვირველია მათთან ომს არ დაიწყებს, მაგრამ ცდილობს რომ კონსტანტინოპოლიდან მალე გაიყვანოს ეს ჯარი. რასაკვირველია ეს არმია დავანაკდებოდა კონსტანტინოპოლის სიახლოვეს ან კონსტანტინოპოლში, იქ ძალიან ბევრი პრობლემა შეუქმნიდა ბიზანტიის იმპერატორს და ამიტომაც ბიზანტიელები ყოველთვის ცდილობდნენ ხოლმე პირველ ჯვაროსნულ ომში დასახდებოდა, რაც შეიძლება მალე გაეშვათ ჯვაროსნები, რომლებიც მათ ტერიტორიაზე იყვნენ დავანაკებულები. და მართლაც ჯერ გერმანელები გადავიდნენ მცირე აზიაში, შემდეგ ფრანგებიც მიყვნენ და ნუ პირველი გერმანული ტალღა წარუმატებლად დასრულდა ძალიან, ისინი დამარცხდნენ სასტიკად თურქ-სელჩუკებთან ბრძოლაში, ასევე ფრანგებიც შორს ვერ წავიდნენ თლიანობაში, ეს იყო ძალიან წარუმატებელი ჯვაროსნული ომი, მეორე ჯვაროსნული ომი და არანაირი შედეგი არ მოუტანია აბსოლუტურად. ანუ ბევრი ფაქტობრივად ფრანგებიც მივიდნენ იქ სირიაში შევიდნენ და ეს იყო მათი დამთავრდა კიდევაც მათი ლაშქრობა, ძალიან მწირე იყო პტოლემაიდამდე მიაღწიეს მაქსიმუმ მათ და შემდეგ უკან დაიწყეს დაბრუნება. ვერც გერმანელებმა ვერ მიაღწიეს ხელშესახებ წარმატებას და ვერც ფრანგებმა ვერ მიაღწიეს და ამაში რასაკვირველია ძალიან დიდი როლი მიუძღვის ამ ჯვაროსნული ლაშქრობის ძალიან ცუდად კოორდინირებას. ისინი ერთმანეთთან ქიშპობდნენ გერმანელები და ფრანგები. ამას გარდა თვითონ პრობლემა ჰქონდათ სურსათის, ლოჯისტიკის, ასევე პრობლემა იყო ის რომ მუსლიმური სახელმწიფოები, რომლებიც თქვა ამ პერიოდში შედარებით უფრო გაძლიერებულები არიან და მობილიზებულები არიან ჯვაროსნების წინააღმდეგ, მათთან ომშიც მეტი გამოცდილება აქვთ მიღებული, უფრო მეტ წინააღმდეგობას უწევენ და მით უმეტეს თავიანთი ტერიტორიის, თავიანთი სივრცის ცოდნას იყენებენ ძალიან კარგად მათ წინააღმდეგ. ამიტომაც ეს ლაშქრობა ჩაიშალა, ამაში სხვა შორის ბიზანტიის იმპერიამ შეიტანა გარკვეული წვლილი, რომელიც მაინც და მაინც ხელს არ უწყობდა ჯვაროსნებს, რომ მათ წარმატებას მიაღწიათ ამ ომში, იმიტომ რომ ის ხედავდა, რომ ჯვაროსნების წარმატება მათთვის ბევრი არაფრის მომტანი არ იქნებოდა, იმიტომ რომ დროთა განმავლობაში აღმოჩნდა, რომ ჯვაროსნული სახელმწიფოები, რომლებიც ვითომ ბიზანტიის ვასალები უნდა ყოფილიყვნენ აღმოსავლეთში, სინამდვილეში მათი მესიტრები აღმოჩნდნენ და საბოლოო ჯამში მათ შორის ეს რაღაც კონფლიქტური სიტუაცია შეიქმნა. ამიტომაც ყველაფერმა ამან ერთდროულად გამოიწვია ის, რომ მეორე ჯვაროსნული ლაშქრობა დასრულდა კატასტროფული მარცხით. მაგრამ რასაკვირველია ამით ევროპული ეს მოძრაობა არ შეწყვეტილა, ჯვაროსნული ლაშქრობების მოძრაობა გაგრძელდა შემდეგ სხვა, თქვა მესამე ლაშქრობაზე ვისაუბრებთ, რასაკვირველია დღეს. და ეს ერთი მარცხით არ შემოფარგლულა, რასაკვირველია მათი მოძრაობები. ნუ რაც შეეხება შემდეგ სიტუაციას, ეს არის
განვიხილოთ მეორე ჯვაროსნული ლაშქრობიდან მესამემდე შუალედში რა ხდება. აი ამ პერიოდში იერუსალიმის სამეფო იბრძვის საკმაოდ წარმატებით სხვადასხვა შორის გარკვეულ პერიოდის განმავლობაში მუსლიმთა წინააღმდეგ. ანუ ძირითადი რაც ამ პერიოდში ხდება, ეს არის ნურადინ ზენგის გაძლიერება, როგორც აღნიშნეთ და მეორე არის უკვე სალაჰ-ად-დინ იუსუფ იბნ აიუბის მოსვლა ძალაუფლებაში ეგვიპტეში. ანუ თავდაპირველად ის ქურთი იყო წარმოშობით, როგორც ცნობილია, გაძლიერდა ისტორია ნურადინის თქვა გარემოცვაში, შემდეგ ახდენს ის თქვა სირიაში ცდილობს კონსოლიდაცია მოახდინოს სირიისა და ეგვიპტისა, საბოლოოდ ის ფატიმიანთა ეგვიპტის განადგურების შემდეგ, ანუ თუმცა ფატიმიანთა დინასტია დასრულდა ეგვიპტეში, ის ეგვიპტეში ახერხებს ფეხის მოკიდებას და სალადინი ხდება ეგვიპტის სულთანი. ანუ სალადინი ცდილობს, რომ ეს სივრცე, ისლამური სივრცე, რომელიც მანამდე თქვა თითქოს ფორმალურად თურქ-სელჩუკთა იმპერიის ფარგლებში შედიოდა, ახლა მოაქციოს ახალი იმპერიის ფარგლებში, ეს არის მისი აიუბიანთა იმპერია, რომელიც იქნება ეგვიპტიდან სირიამდე გადაჭიმული, მის შემადგენლობაში იქნება თქვა მიწები დაწყებული იგივე ჩრდილოეთიდან პროექტივე ხლათის მიდამოებიდან დამთავრებული ეგვიპტის ჩათვლით და ამიტომაც ის მთლიანად კონცენტრაციას ახდენს იმაზე, რომ ჯვაროსნები ფაქტობრივად ალყაში მოაქციოს. ანუ ჯვაროსნები სახმელეთო გზით აბსოლუტურად ალყაში მოექცნენ, სალადინის ალყაში, მოექცნენ ერთი სახელმწიფოს ალყაში. ანუ მანამდე თუ მას ყავდათ ბევრი სხვადასხვა საამიროები მტრებად და თქვა, ნუ 1000-ში ერთხელ ისინი თქვა რაღაც კონსოლიდაციას ახდენდნენ და ისე ებრძოდნენ ჯვაროსნებს, ახლა მათ ყავდა ერთი ძლიერი იმპერია მოწინააღმდეგეთ, ეს არის აიუბიანთა იმპერია, ეს არის სალადინის იმპერია, ანუ სალაჰ-ად-დინი ევროპულ წყაროებში გადმოვიდა როგორც სალადინი და შემდეგ ის დამკვიდრებულია ეს სახელი და ჩვენ ვიცნობთ როგორც სალადინი. თუმცა იერუსალიმის სამეფო სხვადასხვა შორის გარკვეულ პერიოდის განმავლობაში საკმაოდ წარმატებით ებრძვის სალადინს. ანუ ეს არ არის ჯვაროსნული მოძრაობა, ჯვაროსნული ძალები, რომლებიც იქ არსებობენ, არ არის ხელწამოსაკრავი არანაირი თვალსაზრისით. ამიტომაც სალადინმა კარგად იცის ეს, ის ვერ ბედავს სხვადასხვა შორის, რომ მთლიანად დაიწყოს შემოტევა ჯვაროსნების წინააღმდეგ, აიღოს მათი ციხესიმაგრეები, დაამარცხოს ისინი ბრძოლის ველზე და აიღოს ეს ტერიტორია. ანუ მას ხომ შეეძლო, რომ ამ მესამე ჯვაროსნული ომის პერიოდამდე დაეწყო ეს მოძრაობა და თქვა დაეპყრო მთელი ეს ჯვაროსნული სამეფო სამთავროები, მაგრამ ვერ მოახერხა. თლად ეს ადვილი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მწირი რესურსები აქვს ამ სახელმწიფოებს და სხვადასხვა შორის უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ რომ არა თქვა იგივე ეს ატინის ბრძოლა და ეს სიტუაცია, რომელიც ამ პერიოდში შეიქმნა, შესაძლებელია სალადინს კიდევ უფრო გადაეტო ეს შეტევის გადამწყვეტი შეტევის წამოწყება ჯვაროსნების წინააღმდეგ და არ ვიცით რა მოხდებოდა ამ შემთხვევაში. ხოლო რაც შეეხება უფრო ადრეულ პერიოდს, ეს არის 1167 წელს აღსანიშნავი არის ერთი ისტორიული მოვლენა, ეს არის მონსიჟარის ბრძოლა, რომ ეს არის სალადინის პირველი მარცხი ჯვაროსნების წინააღმდეგ, ხელშესაღები მარცხი. ამ ბრძოლაში ის დაუპირისპირდა იერუსალიმის მეფე ბალდუინ მეოთხეს, რომელიც სხვადასხვა ბავშვობიდან კეთრით იყო დაავადებული, ძალიან ხშირად არის ეს ცნობილი მეფეა ძალიან, იმიტომ რომ ცნობილ ისტორიულ ფილმში ზეციურ სამეფოში არის გამოყვანილი ის ძალიან პოპულარულ ფიგურად ნიღბით არის წარმოდგენილი და იქ ახსნილია, რომ ის არის ბავშვობიდან კეთრით დაავადებული და ეს ამბობთ ისტორიული ფაქტი იყო. აი ბალდუინ მეოთხემ სხვადასხვა შორის მას ეხმარებოდნენ ამ ბრძოლაში ტამპლიერთა ორდენის რაინდები, განსაკუთრებით აღსანიშნავია მათი წვლილი და ასევე აღსანიშნავია რენო დე შატიონის როლი. აი რენო დე შატიონი, რომელიც ძალიან ისეთი უარყოფით ფიგურად ვიცნობთ მას ისტორიაში, ნუ რასაკვირველია, ის ძალიან სასტიკი მეომარი იყო, თუმცა გასათვალისწინებელია ის, რომ ეს რენო დე შატიონი, რომელიც გარკვეულ პერიოდის განმავლობაში ანტიოქიას მართავდა, შემდეგ კერაპის მმართველი იყო და ძალიან ცნობილი ჯვაროსანი რაინდი იყო. 16 წლის განმავლობაში იჯდა თურქ-სელჩუკთა ტყვეობაში, ამიტომაც მისი ეს განსაკუთრებული სისასტიკე თურქ-სელჩუკების და ზოგადად მუსლიმების მიმართ, სარკინოზების მიმართ, როგორც უწოდებდნენ ჯვაროსნები მუსლიმებს, არ არის გასაკვირი და სწორედ აი რენო დე შატიონი, რომელიც ესეთი ცუდი რეპუტაციის მქონე, როგორც სასტიკი და მრისხანე მეომარი, ესე ცნობილია, სწორედ ის ასრულებს ამ ბრძოლაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს. და ბალდუინ მეოთხე ახერხებს სალადინის დამარცხებას, რაც გამოიწვევს იმას, რომ სალადინი გადადებს დროებით თავის წამოწყებას, რომ ეს ტერიტორიები, განსაკუთრებით იერუსალიმი დაიბრუნოს. ანუ ჯერ კიდევ ჯვაროსნებს შესწევთ იმის ძალა, რომ მოიგერიონ სალადინის შემოტევები. მაგრამ დროთა განმავლობაში ჯვაროსნული სამეფო სამთავროები სუსტდებიან და სალადინი ამით ნელ-ნელა სარგებლობს.
ის ძალიან ჭკვიანი მხედართმთავარია, ძალიან ჭკვიანი მმართველია. სალადინი ალბათ ძველი თქვა და ადრეული შუა საუკუნეებში, მაღალი შუა საუკუნეებში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ისტორიული ფიგურაა, როგორც დიდი მმართველი, დიდი პოლიტიკოსი, დიპლომატი და მხედართმთავარი. მან ძალიან კარგად იცის როდის უნდა შეარჩიოს დრო და ისე იმოქმედოს, ამიტომაც როგორც კი თქვა შეატყო მან რომ ვერ ახერხებს იმ მომენტში წარმატების მიღწევას, განსაკუთრებას ვერ ახდენს გამარჯვებას, ის უკან იხევს, ზავსდებს და ელოდება თავის მომენტს, რომელიც დაუდგება აუცილებლად და აი ამით უკვე ძალიან კარგად ისარგებლებს. და რაც შეეხება შემდეგ პერიოდს, აი ხატინის ბრძოლამდე როგორ მივიდა ეს სიტუაცია, იერუსალიმში ხდება ის რომ ბალდუინ მეოთხე ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვლება, ეს კეთილით იყო დაავადებული, როგორც აღნიშნეთ. აი ამის შემდეგ ხდება არეულობა იერუსალიმის სამეფოში, იმიტომ რომ ჯერ თქვა ბალდუინის და მისი შვილი იგივე ბალდუინ მეხუთე გამეფდება, რომელიც მალე გარდაიცვლება, საბოლოოდ ტახტი აღმოჩნდება გი დე ლუზინიონის ხელში. გი დე ლუზინიონი ესეთი ერთ-ერთი ჯვაროსანი, ასევე ლუზინიონების წარჩინებული საგვარეულოს წარმომადგენელი, ასევე სხვადასხვა დაპირისპირება ხდება მასა და რაიმონდ ტრიპოლის შორის, ანუ ტრიპოლის გრაფ რაიმონდ შორის, რომელიც ასევე თქვა იერუსალიმის სამეფოზე გარკვეულ კონტროლს ფლობს და ეს რაიმონდს ან ტრიპოლის გრაფს აქვს დიდი გავლენა იერუსალიმის სამეფოს იგივე სამხედრო რესურსებზე. და გი დე ლუზინიონი ხდება სიბირას მეუღლე და ის ხდება იერუსალიმის მეფე. გი დე ლუზინიონის მეფობის დროს არის ყველაზე დიდი კატასტროფა, რაც კი ჯვაროსანთა ისტორიაში მომხდარა, ალბათ ასე ითვლება, იმიტომ რომ გი დე ლუზინიონის დროს მოხდა 1187 წელს ჰატინის ბრძოლა სალადინის წინააღმდეგ და იერუსალიმის დაცემა შემდეგ უკვე რაც ამას მოყვა. როგორ არის სიტუაცია, როგორ მივიდა აქამდე? გი დე ლუზინიონი, როგორც ისტორიული წყაროებიდან არის ცნობილი, არ იყო ისეთი ფრთხილი, ისეთი ჭკვიანი მმართველი, როგორიც იყო თუნდაც იგივე მის წინა მორბედები ბალდუინ მესამე და ბალდუინ მეოთხე, მაგრამ სხვადასხვა ცნობილი მეომარი იყო თავისი დროისა, გამოირჩეოდა როგორც კარგი მხედართმთავარი და მეომარი, თუმცა რასაკვირველია, მას უკავშირდება ისეთი დიდი მარცხი როგორც ჰატინია და ამის გამო მისი სახელი ძალიან შეილახა ზოგადად, როგორც ისტორიაში როგორც თავის დროის ამ თავის დროში ისე ზოგადად სოფლიოს ისტორიაში, ანუ გი დე ლუზინიონი ყოველთვის უკავშირდება ჰატინის მარცხს, არადა მის ისტორიაში ძალიან ბევრი რამ არის სხვაც, რაც მომხდარა, თუნდაც შემდგომ პერიოდში იერუსალიმი დაეცემა, გი აგრძელებს ბრძოლას და არასდროს არ ნებდება, ის ძალიან ისეთი აქტიური ჯვაროსანია. და როდესაც თქვა და ერთი სიტუაცია, რაც მოყვა ეს ომი, ეს იყო სალადინს სჭირდებოდა უკვე საბაბი, რომ თავს დასხმოდა იერუსალიმის სამეფოს, საკურელი ეს აკვირდება სიტუაციას აქ რაც ხდება და მოხდება რა, ის რომ დამასკოდან კაიროსკენ მიმავალ ქარავანს გაძარცვავენ გზად ჯვაროსნები და ამ ქარავანში არის სალადინის დაც, რომელიც მიემგზავრებოდა იქ მიმართულებით და სალადინი მოითხოვს უკან დაბრუნებას, როგორც ამ ქარავნის რაც გადაქონდა ტვირთის, ასევე თავისი დის, მაგრამ უარს მიიღებს ის ჯვაროსნებისაგან და ამის გამო სალადინი გამოაცხადებს ომს და ის შეუტევს ჯვაროსნულ სამეფოს სამთავროებს. იერუსალიმის არმია იკრიბება, იერუსალიმის არმია სხვადასხვა სულ რამდენჯერმე შეკრებილა ასე სრული შემადგენლობით, იმიტომ რომ ძალიან რთული იყო მეფეებისთვის იმ გადაწყვეტილების მიღება, რომ ეს მთელი რესურსი, რაც გააჩნდა ამ ჯვაროსნულ სამეფოს სამთავროებს, რაც იყო მცირე რესურსი, საკმაოდ, იმიტომ რომ აი ჰატინთანაც მათ ძირითადად 1500 რაინდი და თქვა რამდენიმე 1000 ქვეითი ყავდათ. სულ ეს იყო იერუსალიმის სამეფოს სრული საბრძოლო პოტენციალი ფაქტობრივად. ამიტომაც ისინი ურთხილდებიან ამ ძალას და ციხესიმაგრეების დაცვას და ამ ტერიტორიის კონტროლს ცდილობენ. მაგრამ გი დე ლუზინიონმა გადაწყვიტა ამ შემთხვევაში, რომ სალადინის წინააღმდეგ მოუწევდა მას ველზე ბრძოლა, აუცილებლად მოუწევდა სამეფო არმიის შეკრება ეს ჯარი და გაემართა სალადინის წინააღმდეგ და ბრძოლა გაიმართა ჰატინთან, ანუ ჰატინის რქებს, როგორც უწოდებენ ამ ადგილს, ასეთ ადგილთან და აქ ძალიან დიდი როლი შეასრულა ჯვაროსნებისგან დაშვებულმა დიდმა ლოჯისტიკურმა შეცდომამ. აი შუა საუკუნეების არმიის ერთ-ერთი აღსანიშნავი მომენტი ესეც არის, რომ აი ლოჯისტიკა, მომარაგება და ეს კომუნიკაციები ძალიან ბევრს წყვეტენ ამ დროში, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ის, რომ თუნდაც გი დე ლუზინიონი ისეთ ტერიტორიაზე აღმოჩნდა, სადაც წყალი არ ქონდათ ჯვაროსნებს, ანუ მათ საკვებისა და წყლის ნაკლებობა აქვთ, ამ ძალიან დიდი სიცხეა და ამ სიცხეში და უწყლობაში ჯვაროსნები განსაკუთრებულად დემორალიზებულები არიან და ძალიან უჭირთ მათ სალადინთან ბრძოლა და ამა გამოიწვია ის, რომ ჯვაროსნები სასტიკად მარცხდებიან ამ ბრძოლაში, თუმცა
ერთ საინტერესო ეპიზოდი ვიცით, რომ აი ჰატინის რქებს უწოდებენ ამ სიმაღლეებზე, ერთ-ერთ სიმაღლეზე იყო მეფის კარავი, სადაც იდგა გიდელუზნიონის კარავი და იქიდან იცავდნენ თავს ეს უკანასკნელი ჯვაროსნები, რომლებიც ამ არმიიდან შემორჩნენ და როდესაც სალადინს მიუტანეს ამბავი და უთხრეს, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ, ბრძოლა დასრულებულია, სალადინმა ხელი გაიშვირა კარვისკენ და ანიშნა, სანამ ეს კარავი ამ ადგილზე დგას, ჩვენ გამარჯვება არ მოგვიპოვებიაო, რადგან ჯვაროსნებისგან ჯერ კიდევ მოსალოდნელი იყო საფრთხე. აი თუნდაც ვიცით ჩვენ ჰატენის ბრძოლაში, რომ ჯვაროსნება ამ სიმაღლიდან მოაწყეს რაინდული შოკური შეტევა სალადინის მიმართულებით, კავალერიით, რომელთაც სხვადასხვა შეძლეს გაერღვიათ აიუბიანთა არმიის რიგები და სალადინამდე მიაღწიეს, თუმცა ბეწვზე გადარჩა. სალადინი არ მოკლეს მაშინ ჯვაროსნება, თუმცა თორემ შეიძლებოდა სულ სხვანაირად დასრულებულიყო მთლიანად ეს მოქმედება. ამიტომაც ეს ჰატინის ბრძოლაში ჯვაროსნებსაც ჰქონდათ გარკვეული შანსები კონკრეტულ ეპიზოდებში, რომ სალადინიც შეიძლებოდა რომ მოეკლათ, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს არ მოხდა. ჯვაროსნები დამარცხდნენ და იერუსალიმის მეფე გიდელუზნიონი ტყვედ ჩაუვარდა სალადინს. სხვადასხვა ამავე ბრძოლაში მონაწილეობენ ტამპლიერთა მაგისტრი ჟერარ დე რიტფორი და ასევე მონაწილეობს ის ცნობილი რენო დე შატიონი, კერაკის ლორდი, რომელიც დაუძინებელ მტრად ითვლება ზოგადად მუსლიმების. და აი სწორედ ამ დროს აი მოხდება ის ფაქტი, რომ სალადინი სიკვდილით დაასჯევინებს რენო დე შატიონს და იერუსალიმის მეფეს კი გარკვეული ხანი ტყვეობის შემდეგ გაათავისუფლებს. შემდეგ ის მიემართება იერუსალიმისაკენ და 1187 წელს სალადინი ახერხებს იერუსალიმის ხელში ჩაგდებას. ანუ ეს მოხდა შემდეგნაირად, რომ იერუსალიმი რასაკვირველია თავიდან უწევს წინააღმდეგობას, მაგრამ როცა მიხვდებიან იქ, რომ ქალაქის წინააღმდეგობა ბევრს ვერ მოიტანს, ამ შემთხვევაში განწირულები არიან, ამიტომაც ისინი დადებენ ხელშეკრულებას სალადინთან, რომ სალადინი მისცემს უფლებას მოსახლეობას, რომ დატოვონ ქალაქი, გარკვეულ გადასახადს გადაიხდიან ისინი და წავლენ ქალაქიდან ცოცხლები, არავინ მათ არ შეეხება, თუმცა ქალაქი რასაკვირველია გადავა სალადინის იმპერიაში და ასეც მოხდა. ქალაქი დაიცალა, ეს არ დაემსგავსა ეს სიტუაცია იმასაც მოხდა თავის დროზე პირველ ჯვაროსნულ ომის დროს, სადაც ჯვაროსნება აიღეს იერუსალიმი და სასტიკად გაძარცვეს, იმიტომ რომ აქ რასაკვირველია სხვა სიტუაცია შეიქმნა, გაცილებით ჭკვიანურად იმოქმედა სალადინმა და ხელში ჩაიგდო ქალაქი ზედმეტი პრობლემების გარეშე და თქვა და იმ ხოცვა-ჟილეტის გარეშე, რომელიც რასაკვირველია ყველა ვარიანტში ნეგატიურად აისახებოდა ამ ქალაქზე. ამიტომაც აი სალადინის მიღწევა, უმთავრესი მიღწევა ალბათ მის ცხოვრებაში მაინც ითვლება სწორედ ის, რომ მან მოახერხა იერუსალიმის დაბრუნება, რითაც ფაქტობრივად გატეხა ჯვაროსნული მოძრაობა, გატეხა ამ ჯვაროსნული ქალაქ-სახელმწიფოების როლი, არსებობა, ამ სიტუაცია მთლიანად დაარღვია ფაქტობრივად ეს სივრცე, რომელსაც დაცვასთან ცდილობენ ჯვაროსნები, ან უმთავრესი რასაკვირველია ეს ანტიოქიაც არის, იქ სხვა ქალაქებიც არის, მაგრამ უმთავრესი რასაკვირველია იერუსალიმია მათთვის და იერუსალიმის აღებით ისინი თითქოს რჩებიან უფუნქციოდ, თითქოს რჩებიან მთავარი სამიზნის გარეშე. ამიტომაც ჯვაროსნები ამ იერიდან კვლავინდებურად ისე უნდა იყვნენ მობილიზებული, რომ დაებრუნონ იერუსალიმი. და ეს გამოიწვევს მესამე ჯვაროსნულ ომს, რომელიც ამ პერიოდში ძალიან მალე ამ იერუსალიმის დაცემიდან დაიწყო. მესამე ჯვაროსნული ომის წინაპირობები, ანუ ეს ჩვენ ძირითადად მესამე ჯვაროსნულ ომში გვაინტერესებს შემდეგი ფაქტი, რომ აქ მონაწილეობს სამი იმ დროის ევროპის უდიდესი მმართველი. ესენი არიან ინგლისის მეფე რიჩარდ ლონგული, რომელიც აკონტროლებს ეგრეთ წოდებულ ანჟუელთა იმპერიას, რომელიც მოიცავდა ინგლისსა და საფრანგეთის ნაწილებს, ასევე იგივე ნორმანდიასა და აკვიტანიას. ჩვენ აქ გვყავს ფილიპე მეორე ავგუსტი, საფრანგეთის მეფე, რომელიც საფრანგეთის ძლიერი მონარქია და ცდილობს კონსოლიდაციას ძალების და საფრანგეთის გაძლიერებას და ასევე მესამე განსაკუთრებით აღსანიშნავია საღვთო რომის იმპერატორი ფრიდრიხ პირველი ბარბაროსა, რომელიც ცნობილია თავისი იტალიური ომებით და ზოგადად ჩრდილოეთ და ცენტრალურ ევროპაში თავისი ძალაუფლების გამტკიცებით. და მესამე ჯვაროსნულ ომში თითქოს ეს შიშოვრიდან ჩანს, სიტუაცია ჩანს, რომ მონაწილეობენ ყველაზე ძლიერი ძალები და მან შესაბამისი წარმატებაც უნდა მოიტანოს, მაგრამ ყველაფერი რასაკვირველია არ წარმართულა ისე, როგორც ეს საჭირო იყო. ანუ პირველი რაც მოხდა ეს ჯვაროსნული მოძრაობა დაიწყო იმით, რომ ინგლისის მეფემ ჰენრი მეორემ, რიჩარდის მამამ და ფილიპე მეორემ, საფრანგეთის მეფემ აიღეს ჯვარი, ანუ ისინი ერთმანეთს შეხვდნენ ომის შეწყვეტით. ეს ომი იყო ინგლისსა და საფრანგეთის შორის და აიღეს ჯვარი, რაც ნიშნავდა, რომ მათ ჯვაროსნულ ლაშქრობაში წასულიყვნენ. ჰენრი მეორე ვერ მოესწრო ამას
და გაემართა ამ ლაშქრობაში შემდეგ უკვე მისი ვაჟი, განსაკუთრებულად ცნობილი ისტორიაში რიჩარდ პირველი ლომგული, რომელიც ჰენრი მეორის მემკვიდრე იყო. რიჩარდ ლომგულის სახელი ზოგადად პირდაპირ უკავშირდება ჯვაროსნულ ლაშქრობებს, ალბათ ყველაზე ცნობილი ჯვაროსანია ჯვაროსნულ ლაშქრობების პერიოდში, ასევე ყველაზე ცნობილი რაინდის თავისი დროისა. რიჩარდი გამოირჩეოდა როგორც თქვა ისტორიულ წყაროებში და უფრო განსაკუთრებულად გვიანდელ წყაროებში ჩანს ძალიან რომანტიზებულია მისი ფიგურა, როგორც ესეთი განსაკუთრებული მეომარი, დიდი მხედართმთავარი, თუმცა მთლიანობაში მისი როლი შემდგომ ჩვენ დავინახავთ აი ჯვაროსნულ ლაშქრობაში და მის შემდეგ პერიოდში თუ როგორი იყო მისი რეალური სახე, თუ რას წარმოადგენდა რეალურად რიჩარდ ლომგული. გასაკვირველია ჩვენ არ უყარგავთ რიჩარდს იმ დამსახურებას, რომ ის იყო მართლაც საკმაოდ ძლიერი მხედართმთავარი, როგორც პირადად მამაცი მეომარი, მაგრამ მან თქვა ვერაფერი ის ვერ მოუტანა რეალური შედეგი ვერც ინგლისის სამეფოს თავის საზღვრებში, თუნდაც იგივე საფრანგეთთან დაპირისპირებაში და ვერც ხელშესახებ წარმატებას ვისაც ვერ მიაღწია, ანუ იერუსალიმის აღება ვერ მოახერხა. ეხლა რაც შეეხება მესამე ჯვაროსნულ ლაშქრობის მიმდინარეობას, პირველი უნდა შევეხოთ ფრიდრიხ ბარბაროსას მოძრაობას. ფრიდრიხ ბარბაროსა იწყებს ჯვაროსნულ ლაშქრობას და ის მიემართება სახმელეთო გზით. ანუ აქ საინტერესო ისიც არის მესამე ჯვაროსნულ ლაშქრობაში, რომ ყველა მონარქმა აირჩია სხვადასხვა გზა. ანუ საფრანგეთის მონარქი მიემართება ფლოტით საფრანგეთიდანვე, მიეშურება ჯერ იტალიაში ჩადის უბრალოდ იქ და გენუიდან უნდა გაცუროს მან წმინდა მიწისკენ. ინგლისის მეფე მოემართება სახმელეთო გზით საფრანგეთის გავლით, მაგრამ ასევე ინგლისის ფლოტიც მოდის, რომელსაც ის უნდა შეხვდეს იქ მესინას ყურეში და ერთად უნდა გაემართონ შემდეგ უკვე სიცილიიდან ისინი წმინდა მიწაზე. და აი საღვთო რომის იმპერატორმა აირჩიეს სახმელეთო გზა, რომელიც მანამდე გაიარეს თქვა პირველი ჯვაროსნული და მეორე ჯვაროსნული ომების დროს ჯვაროსნებმა. ფრიდრიხ ბარბაროსა დაიძრა თავისი არმიით, ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯარი მას ჰყავდა, როგორც ცნობილია ამ სამ მეფეს შორის და ის გაივლის უნგრეთის ტერიტორიას, შედის ბიზანტიის იმპერიის ტერიტორიაზე, იქიდან გადადის მცირე აზიაში, წარმატებით იწყებს ლაშქრობას, სხვათა შორის აღწევს გარკვეულ წარმატებებს, თუმცა აი მოულოდნელად მოხდა ესეთი ფაქტი, რომ ფრიდრიხ ბარბაროსა დაიხრჩო პატარა მდინარეში და სირიაში ყოფნის დროს და ფაქტობრივად ჩავარდა მისი დაწყებული საქმე. ანუ გერმანელები ასაკურელი ამას მონაწილეობენ ჯვაროსნულ ლაშქრობაში, იმიტომ რომ ფრიდრიხ ბარბაროსას ვაჟიც იყო ფრიდრიხ შვაბიელი, მაგრამ რასაკურელი ასეთი ლიდერის გარეშე დარჩენილი არმია ვერ შეასრულა ის როლი, რაც რასაკურველია ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა მესამე ჯვაროსნული ომის წარმატებისათვის. ხოლო რაც შეეხება რიჩარდსა და ფილიპეს, სხვათა შორის ამ შემთხვევაში ისინი შეთანხმებულები არიან, მაგრამ ზოგადად ამ ორ მონარქს შორის საკმაოდ ისეთი შეუთანხმებლობა იყო თვალსაჩინო, რომ მუდმივად აი კონფლიქტურები იყვნენ ერთმანეთთან ისინი. დასაკურველია ეს ტერიტორიული მის გამო არ იყო მარტო დავის გამო. კიდევ იყო ერთი საინტერესო მომენტი, რომ რიჩარდი, რომელიც აკონტროლებდა საფრანგეთის გარკვეულ ტერიტორიებს, იგივე ნორმანდიას აკონტროლებდა, იგივე აკვიტანიას, ის ითვლებოდა ფორმალურად საფრანგეთის მეფის ვასალად, იმიტომ რომ ტერიტორიები ფაქტობრივად საფრანგეთის იმას შედიოდა სამეფოში, მაგრამ ის ითვლებოდა მის ვასალად, რა ქვია, ფილიპე მეორის ვასალად. ამიტომაც რიჩარდი, რომელიც ძალიან ისეთი დამოუკიდებელი ხასიათის მონარქი იყო, ძლიერი მონარქი იყო, არ ეთანხმებოდა რასაკვირველია იმას, რომ ის რაღაც ვალდებულებაში იყო ფილიპე მეორესთან და ამან დროთა განმავლობაში გამოიწვია მათ შორის ძალიან მწვავე დაპირისპირება, რომელიც მივიდა იქამდე, რომ საბოლოოდ დაიშალა ეს მესამე ჯვაროსნული ომის ჯვაროსნული ლაშქარი და ძალიან დიდი პრობლემები შეუქმნა იგივე რიჩარდის შემდგომ ცხოვრებაში. რიჩარდი ასევე ჩაერია სიცილიის საქმეებში, რამაც გამოიწვია საღვთო რომის იმპერატორთან მისი დაპირისპირება და საბოლოოდ აი რიჩარდი ფაქტობრივად ამ ლაშქრობის დროს გადაიმტერეს მთელ ევროპელ მონარქებს, რომელთანაც ასაკურველია მას შემდგომში კვლავ ექნება ურთიერთობა და ძალიან დიდ პრობლემებს შეუქმნიან ისინი. და საფრანგეთის მეფე კი მოქმედებს ძალიან ჭკვიანურად, მას კარგი ურთიერთობა საღვთო რომის იმპერიასთან, ის თქვა მეტნაკლებად ინარჩუნებს სხვა ევროპულ სახელმწიფოებთანაც დიპლომატიურად კავშირებს და ის მთლიანად ცდილობს, რომ ინგლისის გავლენა შეასუსტოს საფრანგეთში. ამიტომაც ამ ლაშქრობის დროს მიუხედავად იმისა, რომ ინგლისელები და ფრანგები ერთად მოძრაობენ, ორივე მხარეს აქვს თავისი მიზანიც, რომელიც უკავშირდება თავიანთ სახელმწიფოებს, თავიანთ სამფლობელოებს ევროპაში. აი რაც შეეხება რიჩარდის გზას, რიჩარდი გზად გაჩერდა კუნძულ კვიპროსზე. კუნძულ კვიპროსი ამ დროს არის ბიზანტიის იმპერიისა ფორმალურად და
ჯვაროსნები დაიპყრობენ კუნძულ კვიპროს, რიჩარდი იპყრობს ამ კუნძულს და აქ ტახტზე დასვამს გი დე ლუზინიონს, აი სწორედ იმ გი დე ლუზინიონს შემდგომში, რომელიც თქვა ვიჩით მანამდე იერუსალიმის მეფე იყო, გახდება ის სწორედ კვიპროსზე დასვამს მას მმართველად. და სხვადასხვა აქ დაპირისპირება რიჩარდსა და ფილიპეს შორის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ის ხდება, რომ აი როცა რიჩარდმა დაიპყრო კვიპროსი, საფრანგეთის მეფემ ფილიპემ მოსთხოვა მას შემდეგ რომ გარკვეული ნაწილი მას ეკუთვნოდა კვიპროსიდან, იმიტომ რომ ის იყო რიჩარდი იყო მისი ვასალი და ამან სხვადასხვა არ დაუთმო რიჩარდმა და ამის გამო მათ შორის გარკვეული დაპირისპირება მოხდა. რაც შეეხება ახლა თვითონ იქ ჯვაროსნულ ლაშქრობის მიმდინარეობას პალესტინაში, ძირითადი სამიზნე ჯვაროსნებისა იყო რამდენიმე ქალაქი. ეს იყო აკრა, რასაკვირველია, სენ-ჟენ-დაკრი, ანუ აკრა, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი ციხესიმაგრე და პუნქტი ლევანტში ზოგადად. მეორე არის იაფა, რომელიც მნიშვნელოვანი პორტია და მესამე არის იერუსალიმი, რასაკვირველია, ანუ იერუსალიმი არის ძირითადი სამიზნე ჯვაროსნებისა. ჯვაროსნები ჩადიან, თავდაპირველად ისინი კონსოლიდირებულად მოქმედებენ, ფრანგები და ინგლისელები, ასევე ავსტრიის ჰერცოგი არის აქ ლეოპოლდი. ისინი ერთდროულად მოქმედებენ, მათ ეხმარება ჰოსპიტალიერთა ორდენით ასევე და ისინი გარკვეულ წარმატებებს აღწევენ. გარნიე დე ნაბლუსი იყო ამ დროს ჰოსპიტალიერთა დიდი მაგისტრი და ისიც ჩართულია მოქმედებებში. რიჩარდი აღწევს წარმატებას, თუნდაც აკრას აღება მნიშვნელოვანი, რომელიც ძალიან ხანგრძლივი ალყა იყო ჯვაროსნებისგან, ასევე იაფა აიღეს ჯვაროსნება, იქ ასკალონი და სხვა ქალაქების აღება მოახერხეს, სალადინი დაამარცხეს იგივე ძალიან ცნობილ არსუფის ბრძოლაში, აი რომელსაც ხედავთ გუსტავ დორეს ნახატია აქეთ თქვენგან თქვა დაინახოთ მარჯვენა მხარეს, ეს არის არსუფის ბრძოლა, რომელიც ძალიან ცნობილია რიჩარდის კარიერაში და მისი თქვა სამხედრო ნიჩსა და თქვა პერსონალურ სიმამაცეს უსვამს ხაზს. ამ ბრძოლაში ასევე ჰოსპიტალიერებმა შეასრულა ძალიან მნიშვნელოვანი როლი, რადგან მათ დაიწყეს ის პირველი შეტევა სალადინის ჯარების წინააღმდეგ, რომელიც მათ თავს ესხმოდა. გზაზე, ასევე აკრის აღება, რომელიც შემდგომში გადაიქცა ჯვაროსანთა მოძრაობის ერთ-ერთ მთავარ ცენტრად პალესტინაში, იმიტომ რომ აკრა იყო ძალიან ძლიერი ციხესიმაგრე და რასაკვირველია, მისი დაცვას ჯვაროსნები ანიჭებდნენ ძალიან დიდ მნიშვნელობას, იმიტომ რომ შემდგომში ის გახდა იერუსალიმის სამეფოს დასაყრდენი. გეგმა რაც იყო უმთავრესი რასაკვირველი არის იერუსალიმის აღება, ჯვაროსნებს უნდათ რომ დაიბრუნონ იერუსალიმი, აქ აღადგინონ იერუსალიმის სამეფო. სხვადასხვა რიჩარდი უჭერს მხარს გი დე ლუზინიონის კანდიდატურას კვლავინდებურად იერუსალიმის მეფობაზე, მაგრამ არსებობს მეორე კანდიდატურაც, ეს არის მონფერატების საგვარეულოდან კონრად მონფერატელის კანდიდატურა, რომელიც ასევე იერუსალიმის მეფედ მოიაზრება. თუმცა რიჩარდი არ არის ამის მომხრე ამ პერიოდში. განხეთქილება ხდება საფრანგეთსა და ინგლისის შორის, რეალურად აქ ფილიპე მეორესა და რიჩარდ შორის, ისინი ვერ თანხმდებიან მთელ რიგ საკითხებზე, ამავე დროს რიჩარდი ავლენს თავისად ერთპიროვნულ ძალაუფლებისკენ, ერთპიროვნულ მხედართმთავრობისკენ მიისწრაფვის ის და ეს გარკვეულ კონფლიქტსაც ისაც არსებობდა ფრანგებსა და ინგლისელებს შორის გადაზრდის გაართულებს და ნენელა საფრანგეთის მეფე ბრუნდება, გადაწყვეტს რომ დაბრუნდეს საფრანგეთში, დატოვებს ის წმინდა მიწას და რიჩარდი რჩება მარტო, იმიტომ რომ შემდეგ უკვე ლეოპოლდი ავსტრიის ჰერცოგი ჩამოშორდება მის ლაშქარს. მაგრამ მიუხედავად ამისა, რიჩარდი არ ნებდება, ის იბრძვის ტერიტორიაზე, თქვა იცავს ქალაქებს და იერუსალიმის აღებაზე ოცნებობს, მაგრამ სხვადასხვა როცა შესთავაზეს მოკავშირეებმა მას იერუსალიმსკენ გალაშქრება, რიჩარდმა ვერ აიღო თავის თავზე ეს პასუხისგებლობა, იმიტომ რომ ის მიიჩნევდა, რომ ვერ შეინარჩუნებდა ის იერუსალიმს და ეტყვის კიდევაც მოკავშირეებს, რომ მე ამ ლაშქრობაში მივიღებ მონაწილეობას, თუ ერთი რიგითი მეომარი ვიქნები მხოლოდ ამ ლაშქრობაში და არა მხედართმთავარი, ან თავის თავზე ვერ აიღო მან იერუსალიმზე შეტევის პასუხისგებლობა. ამავე დროს საინტერესოა ძალიან რიჩარდსა და სალადინს შორის კავშირი და ურთიერთობები ამ პერიოდში, მათ ჰქონდათ მიმოწერა, ჰქონდათ დიპლომატიური ურთიერთობა, თქვა იგივე რიჩარდი ცდილობს, რომ სალადინის ძმას დაუახლოვდეს, ადილს, სალადილს და რომელთაც ასევე ცდილობს, რომ თავისი და გააყოლოს ცოლად, მაგრამ ვერ შედგება ეს კავშირი. სხვადასხვა ძალიან ისეთი რომანტიზებული არის რიჩარდსა და სალადინს შორის ეს ურთიერთობა, დიპლომატიური და პოლიტიკური ურთიერთობა. არსებობს ძალიან ცნობილი წიგნი ინგლისელი მწერლის, შოტლანდიელი წარმოშობის ინგლისური მწერლის უოლტერ სკოტის შემოქმედებაში, ეს არის თალისმანი ქვია მას დილისმა, რომელშიც არის ძალიან საინტერესო აღწერილი მესამე ჯვაროსნული ომის რაღაც კონკრეტული მოვლენები და რაღაც ზღაპრულად, ნახევრად ისტორიული რეალობა არის შეზავებული ერთმანეთთან და ძალიან კარგი საკითხავია, სამწუხაროდ ქართულ ენაზე
არ გვაქვს, თუმცა რუსულად ვინც კითხულობთ, შეგიძლიათ წაიკითხოთ, ძალიან ისიამოვნებთ ამ ნაწარმოებით. შემდეგ ბოლო ეტაპი, რაც შეეხება მესამე ჯვაროსნული ლაშქრობისა, ეს არის რიჩარდისგან წმინდა მიწის დატოვება. რიჩარდი შეუთანხმდება სალადინს საბოლოოდ, რომ ზავს დადებს უბრალოდ მასთან. ეს სამწლიანი ზავი დაიდება იმის შემდეგ, რაც რიჩარდი ემზადება დასაბრუნებლად ევროპაში და გზად გაიგებს ის, რომ სალადინმა აიღო ქალაქი იაფა. ანუ ის ქალაქი, რომელიც გამოც ჯვაროსნები ერთ-ერთი სამიზნე იყო და რომელიც დაიბრუნეს რამდენიმე წლის წინ. და ბრუნდება იაფაში 2000 კაცით გადმოსხდება ის სანაპიროზე, მოულოდნელად დაესხმევა თავს აიუბიანთა ლაშქარს, დაამარცხებს, უკუაგდებს და დაიბრუნებს ქალაქ იაფას. აქ შესაძლოა ერთი საინტერესო ფაქტი აღნიშნული, რომელიც სალადინის ხასიათს უსვამს ხას. აი, როდესაც იაფა აიღეს აიუბიანებმა, სანამ თქვა რიჩარდი მოვიდოდა აქ და დაიბრუნებდა უკან, მან ფაქტობრივად არმიაზე დაკარგა კონტროლი. იმიტომ რომ არმია გამხეცებული შეუვარდა ქალაქში, დაიწყო ქალაქის ძარცვა, განადგურება და სალადინმა თვითონ შეატყობინა ჯვაროსნებს, ქალაქში მყოფ ჯვაროსნებს, რომ ქალაქის ციტადელში გამაგრდითო, თავი დაიცავითო, მანამდე სანამ მე ჩემ არმიას დავიმორჩილებო და გაკონტროლება შევძლებო. ანუ ეს ძალიან კარგად უსვამს ხას სალადინის თქვა ესეთი მობიერი და რაინდულ ხასიათს, რომელიც სხვა დროსაც გამოულენია მას, სხვათა შორის ერთხელ აი ერთ-ერთი ციხესიმაგრის ალყის დროს, როგორც ნახავს კერაკის ალყის დროს, სალადინი მოوارიდებს თავის კატაპულტებს, ანუ ტრებუშეტებს, გალავნის დასანგრევი იარაღებს იმ ადგილს, სადაც თქვა ქალაქის ამ ციხესიმაგრის მმართველის გერი ქორწინდება. ანუ იქიდან სუფრიდან ისინი გაუგზავნიან სალადინს რაღაც მოსაკითხს, ანუ სუფრას გაუგზავნიან ფაქტობრივად და სალადინი იმის ნიშნად რომ პატივს ცემს, მათ მოوارიდებს კატაპულტებს და ამ ადგილზე არესტვის გალავანს ქვევს. ამიტომაც აი სალადინის ძალიან საინტერესო უნარები, ეს მისი ხასიათი, დამოკიდებულება პოპულარულს ხდის მას ჯვაროსნების ისტორიაში და დროთა განმავლობაში თავის დროზეც და შემდეგ პერიოდშიც მისი რომანტიზება ხდება ძალიან და ის ძალიან ცნობილ, ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ფიგურად ყალიბდება ჯვაროსანთა ისტორიაში. ხოლო რაც შეეხება რიჩარდს, სწორედ იაფას დაბრუნების შემდეგ სალადინი გადაწყვეტს, რომ ზავი დატოს რიჩარდთან. ისინი ერთმანეთს არ შეხვედრიან არასოდეს, ძალიან რაც თქვა ზოგჯერ არის აღწერილი ისტორიულ რომანებში, თითქოს სალადინი და რიჩარდი ერთმანეთს შეხვედრიან, სიამოვნებაში ეს არ მომხდარა არასოდეს. თუმცა დიპლომატიური კავშირი თქვა მოხდა მათ შორის, რიჩარდი და სალადინმა ორივემ თქვა დათანხმდა ის ზავის პირობებს, ეს ზავი ნიშნავდა იმას, რომ ის დაპყრობილი მიწები, რაც თქვა ჯვაროსნებისთვის დაიბრუნა რიჩარდმა, დარჩათ ჯვაროსნებს, თუმცა სალადინი დაანჩეთ თქვა იერუსალიმს ასევე სალადინი გააკონტროლებდა ამ პერიოდში და სალადინი ანუ იერუსალიმის დაბრუნება ჯვაროსნებმა მთავარი სამიზნე რაც იყო იერუსალიმის დაბრუნება ვერ შეძლეს მესამე ჯვაროსნული ომით და რიჩარდი ამის შემდეგ უკვე ბრუნდება სამშობლოში ანუ ვის მიემართება სამშობლო რიჩარდის რომელი იყო ხა ჩვენ ინგლისის მეფე კი იყო რიჩარდი მაგრამ როგორც ცნობილია ჩვენთვის 6 თვე აქვს დაახლოებით გატარებული ინგლისში მას თავის ცხოვრების განმავლობაში იმიტომ რომ ეს ანჟუელთა დინასტია პლანტაგენეტების დინასტია რომელიც ინგლისს მართავდა იყო ნორმანული დინასტია ისინი ძირითადად ან ნორმანდიაში ან აკვიტანიაში ცხოვრობდნენ განსაკუთრებით დედამისთან ელეონორა აკვიტანელთან გაატარა რიჩარდმა თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი აკვიტანიაში და ის მიემართება სწორედ ამ მიმართულებით საიდანაც შემდეგ შეიძლება რომ ჩავიდეს ინგლისში სადაც ვაშორს შეატყობინეს მას რომ თავისი ძმა ჯონ უმიწაწყლო საფრანგეთის მეფის დახმარებით ახერხებდა იქ ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ამიტომაც რიჩარდისთვის აუცილებელია უკან დაბრუნება რომ ძალაუფლება კვლავ აღადგინოს იქ თუმცა მას გზად საფრთხეში აღმოჩნდება ის იცილობს რომ თქვა გადმოვა იტალიაში და იქიდან ცდილობს რომ ჩრდილოეთის გზით წავიდეს ანუ სახმელეთო გზით მიდის ის თავის ქვეყანაში და მან გაიაროს გზად თქვა ავსტრია გაიაროს საფრანგეთის იმპერია გადავიდეს საფრანგეთში და ასე შემდეგ და ძალიან რთული გზაა ცდილობს რომ თავი დაიფაროს ანუ როგორღაც ისეთ გაიაროს ეს ტერიტორია რომ ვერავინ ვერ მიხვდეს რომ ის ინგლისის მეფეა იმიტომ რომ ბევრი მტერი ყავს მას თუმცა ავსტრიაში მას იცნობენ სხვადასხვა გადმოცემა არსებობს თუ როგორ იცნეს რიჩარდი ერთ-ერთი გადმოცემა რომელიც მე შემოხვედრია არის ის რომ რიჩარდმა ერთ-ერთ დუქანში შესვლის დროს შემწვარი ქათამი მოითხოვა და ძალიან ესეთი რაც ითვლებოდა მეტნაკლებად არაჩვეულებრივი
მისთვის არის განკუთვნილი, ანუ ვიღაც დიდებული რო იყო ან რაღაცა წარჩინებული, მაშინვე იეჭვეს მასზე და საბოლოოდ უკვე გაირკვა მისი თქვა ვინ იყო რიჩარდი და ტყვედ ჩაიგდეს ავსტრიელებმა ის ხელში ალყა შემოარტყეს და ტყვედ ჩაიგდეს ავსტრიის ჰერცოგმა ლეოპოლდმა, რომელიც თავის დროზე მისი თანამებრძოლი იყო ჯვაროსნულებში, ჩააგდო რიჩარდი დურნშტაინის ციხეში. აი დურნშტაინის ციხეში, თქვა ავსტრიაში თუ მოხდება დღეს ვინმე შეუძლია აი ნახოს ის ცნობილი ქანდაკება, ეს არის რიჩარდ ლონგული და მისი მეგობარი მენესტრელი, ანუ ბარდი, ცნობილი პოეტი და მუსიკოსი ბლონდელი, ეს ცნობილი ლეგენდაა შუა საუკუნეებისა, რომ რიჩარდი, რომელიც აკვიტანიაში იზრდებოდა, ძალიან გატაცებული იყო მენესტრელობით და წერდა ის თვითონ სიმღერებს და ლექსებს და მას ჰქონდა ურთიერთობა, ანუ იცნობდა ცნობილ იმ დროის ტრუბადურს ბლონდელს და მათ ერთდროულად ერთად ჰქონდა დაწერილი ერთ-ერთი სიმღერა, რომელიც შემდეგ ეს ლეგენდის მიხედვით, როცა მოგზაურობდა ბლონდელი და ეძებდა რიჩარდს ევროპაში, დურნშტაინის ციხესთან როცა ჩაიარა, მან თითქოს იმღერა ეს სიმღერა და რიჩარდმა ციხიდან მისცა ბანი და ამით მიხვდა ბლონდელი, რომ აქ იყო დატყვევებული მეფე. შემდეგ მოხდა ისე, რომ საღვთო რომის იმპერატორმა გადაიყვანა თავისთან, იმიტომ რომ ავსტრიის ჰერცოგი ითვლებოდა საღვთო რომის იმპერიის ვასალად და ის გადაყავს საღვთო რომის იმპერატორს, რომელთანაც სხვადასხვა შემდეგ მიდის გამოსყიდვაზე მოლაპარაკება, იმიტომ რომ გაიგეს საკვირველია აკვიტანიაში და ინგლისში რომ რიჩარდი ტყვედ იყო საღვთო რომის იმპერიაში და დაიწყო მოლაპარაკებები მთელი რიგი, რომელთაც კონტრიბუცია უნდა გადაეხადა ინგლისს საღვთო რომის იმპერიისათვის, რომ გამოესყიდა მეფე. ეს კონტრიბუცია იყო უზარმაზარი. ანუ ფაქტობრივად ინგლისის რამდენიმე წლის შემოსავალს უდრიდა თითქმის, იმდენად დიდი იყო ეს კონტრიბუცია. თუმცა ინგლისელები იძულებულები ხდებიან, რომ გადაიხადონ, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში მეფე ვერანაირად ვერ გათავისუფლდება. ეს გამოსაწყედის შეკრება და გაგზავნა უზრუნველყო რიჩარდის დედამ ელეონორა აკვიტანელმა და რიჩარდი გამოისყიდა მან საღვთო რომის იმპერიის ტყვეობიდან. თუმცა არის საინტერესო ფაქტიც არის, რაც უკავშირდება ამ პერიოდს, ეს არის რომის პაპისა და საღვთო რომის იმპერატორის ურთიერთობა, იმიტომ რომ რომის პაპს ჰქონდა დაწესებული ესეთი წესი იყოს, ჯვაროსნის შეპყრობა და ხელში ჩაგდება მით უმეტეს ჯვაროსანთა მეთაურის და მეფის იყო რასაკვირველია პირდაპირ წინაპირობა იმისა, რომ ეკლესიიდან განეკვეთათ, თუად ვინც დაატყვევებდა მას და მართლაც მოხდა ისე, რომ დაემუქრა რომის პაპი საღვთო რომის იმპერიას ეკლესიიდან განკვეთით და აღასრულა კიდევაც ეს პირობა, როგორც ცნობილია, თუმცა რიჩარდი მაინც გამოსასყიდის გარეშე ვერ ტოვებს საღვთო რომის იმპერატორის საპყრობილეს. რიჩარდი ბრუნდება შემდეგ სამშობლოში, ანუ სამშობლოში აკვიტანიაში ბრუნდება, საფრანგეთში, ანუ გადადის ინგლისში დროებით, შემდეგ ის კრებს ჯარს და თავის მთავარ მოწინააღმდეგეს ფილიპე მეორეს დაუპირისპირდება საფრანგეთში, სადაც სხვადასხვა სითელი წარმატებებს აღწევს, ცნობილია მისი მშენებლობებიც, რამდენიმე ციხესიმაგრე საშენება მოასწრო მან ამ წლებში, 90-იან წლებში, მე-12 საუკუნის, მათ შორის განსაკუთრებულად აღსანიშნავი არის იქ ცნობილი ციხესიმაგრე, რომელიც შატო გაიარი, რომელიც რიჩარდმა ააშენა აღმოსავლური არქიტექტურით არის აშენებული ის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამ ისწავლეს ჯვაროსნება აღმოსავლეთში, თქვა იგივე აღმოსავლური არქიტექტურისგან საფორტიფიკაციო ნაგებობების შენებლობა ისწავლეს, მათგან ეს იყო დახრილი კედლები, მრგვალი კოშკები და ძალიან ბევრი ეს ნიშანი, რაც შემდგომში ევროპულ ციხესიმაგრეებსაც ახასიათებთ, ის მათ წამოიღეს სწორედ ჯვაროსნული ლაშქრობებიდან და თუ თქვა შატო გაიარს შევადარებთ მანამდე არსებულ ევროპულ ციხესიმაგრეებს, ძალიან დიდი განსხვავებაა მათ არქიტექტურას შორის. შემდეგ რიჩარდი იღუპება შატო შალუსის აღების დროს, მას ის არის მოარტყამენ, ის არის არ იყო სასიკვდილო ჭრილობა არ მიუყენებია, მაგრამ ამოღების დროს სისხლი მოეწამლა მეფეს, განგრენა განუვითარდა და ამან შეიწირა რიჩარდ ლონგულის სიცოცხლე. მის შემდეგ ინგლისში უკვე ჯონ უმიწაწყლო ხდება მეფე. ანუ რიჩარდის მთელი ცხოვრება ძალიან ესეთი საინტერესო ომებში და თქვა ესეთ მოვლენებში, თქვა ჯვაროსნულ ომებში, შემდეგ საფრანგეთის მეფესთან ურთიერთობა, მასთან ომები, ეს ყველაფერი ძალიან საინტერესო და პოპულარულს ხდის მას შუა საუკუნეების ისტორიაში, ასევე თუნდაც ის, რომ მისი მეცახელი ცნობილი ლონგული, სხვადასხვა მიზეზის გამო, თქვა მისი ცნობილი, თქვა სისასტიკის გამო, ასევე იმით, რომ ძალიან კარგი მეომარი იყო პირადად, ეს ბევრი მიზეზის გამო შეერქვა ეს სახელწოდება, ხაზს უსვამს მის პიროვნებას და აქცევს რიჩარდს შუა საუკუნეების ერთ-ერთ გამორჩეულ ფიგურად.
თუმცა მთლიანობაში როგორც გითხარით, მას განსაკუთრებული წარმატებისთვის არ მიუღწევია და პირიქით სამშობლოს ანუ ინგლისს და აკვიტანიას მისთვის მოუხდა ძალიან დიდი კონტრიბუციების გადახდა, რომ რიჩარდი გამოეწყიდა, რამაც ძალიან დიდი ზარალი მიაყენა ასაკურველია ამ ქვეყნებს. თუმცა არსებობს მეორე მოსაზრებას, თითქოს რომ ინგლისთან ამდენი ამ თანხის ვერცხლის გადინებამ გამოიწვია ისეთი პროცესები, რამაც საბოლოოდ შემდეგ ინგლისის ეკონომიკა გააჯანსაღა და უკეთეს სიტუაციაში აღმოჩნდა ინგლისი, თუმცა სასაკურველია სხვადასხვა მოსაზრებებია. აი ამ რუკაზე თქვენ ხედავთ ნახევარზე ჩანს რიჩარდის ლაშქრობამდე, ანუ ჯვაროსნული ლაშქრობებამდე, თქვა რა სიტუაცია, მესამე ჯვაროსნული ლაშქრობამდე რა სიტუაცია იყო, აი ხედავთ რომ იქ მთელი ქალაქები დაკარგულია, იერუსალიმი, არსოფი, აკრა და არსივს საკონტროლებს ალადინი, აი რიჩარდის შემდეგ გარკვეული წარმატებები, რომელიც ჯვაროსნებმა მიაღწიეს, აი ხედავთ სანაპირო ზოლი, მან მოახერხა დაებრუნებინა, ჯვაროსნები აკონტროლებენ ასკალონს, იაფას, არსუფს, კეისარიას ტიროს და ჩრდილოეთის გარკვეული წარმატებები აქვთ მათ მიღწეული. თუმცა მთლიანობაში ძირითადი სამიზნე იერუსალიმი კვლავაც არ არის დაბრუნებული და ეს უკვე შემდეგ ჯვაროსნულ ლაშქრობებში გამოჩნდება თუ რას შეძლებენ ჯვაროსნები. ჩვენ ამას განვიხილავთ აუცილებლად მომდევნო ლექციებზე, როდესაც უკვე შემდეგ ლექციაზე ჩვენ გვექნება ძირითადი თემა, ჩვენთვის იქნება სწორედ ეს მეოთხე ჯვაროსნული ომი და ვნახავთ თუ რა მოხდება მეოთხე ჯვაროსნულ ომში და რას შეძლებენ შემდეგ უკვე მეხუთე და შემდეგ დროინდელ ჯვაროსნულ ომებში ჯვაროსნები. დღეს